სიონის საკათედრო ტაძარში დოდო ჭიჭინაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს ქართული კინოს და თეატრის ვარსკვლავს მალე დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. სამძიმარზე ხელოვანებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის მერე გიგი უგულავა მივიდა. მარი კუბლაშვილი იმყოფება სიონის ტაძართან, მარი გისმენთ. ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავს უკანასკნელზე გააცილებენ. დოდო ჭიჭინაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. აქ შეიკრიბნენ როგორც მისი ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები, კოლეგები და ადამიანები, რომლებიც პატივს მიაგებენ საყვარელ მსახიობს. დოდო ჭიჭინაძეს კინოსა და თეატრში ასამდე როლი აქვს შესრულებული. ის სიცოცხლის ბოლომდე იდგა გადასაღებ მოედანზე, გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე. დოდო ჭიჭინაძე ერთ-ერთ სატელევიზიო კლიპში გადაიღეს. ის არა მარტო მსახიობი, არამედ აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ალბათ იყო დიდი პატრიოტი, რაც ეს საოცრება იყო რა პირდაპირ და ეს იყო განსაკუთრებული მისი კრედო. თუ შეიძლება ოღონდ კი სიტყვის თქმის საშუალება მისცემოდა და რო დადგებოდა ათრთოლებული პატრიოტული სულისკვეთები. ახალი ბალახი რო ამოვა, ხო იცით, ახალი ბალახი და საფრთხილოა რომ ფეხი არ დააბიჯოს ეს. ახლოს უხეშად არ მოექცე. რა, რაღაც ასეთი ნოტა ქართულ პოპაში და ქართულ სინამდვილეში. რაღაც გამწმენდი იყო ამ ხალხში. ბუჩაბაც უნდა მოხდარიყო მისი შეხვედრა სტუდენტებთან და იგი დამთანხმდა და ვკითხე როგორ ბრძანდებით ხო და ჩემოსაგში კარგად რო იყო ეგ არის გასაკვირიო თორე ცუდად რო არ აუშავს და აპირებდა რომ ხუჩაბაც მოსულიყო მაგრამ საუბედუროდ ვერ შეძლო. მართლა გიჟი ქართველი იყო. სულით ხორცამდე ქართველი და ამას კიდეც ამბობდა თვითონ რომ რა ვქნა გიჟი ქართველი ვარო და მართლაც ასე იყო. დოდო ჭიჭინაძე 3 ნოემბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს 3 საათზე მას დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.